ჩვენ სოფელში უჭაშვილები ვარ დიდი გვარი. თითქმის ნახევარი კი არა, 1/2 ვარ ძალიან ეს ალალი ხალხი და შრომელი ხალხი. ნათესაობთ ერთმანეთს და ერთმანეთთან გვაქვს ძალიან კარგი დამოკიდებულება. ამ ჩვენ გაერთიანებას რომ შევგროვილიყავით ჩვენი გვარი და ესე იგი ერთმანეთს დავკავშირებოდით, ბეგლარი კუჭაშვილი არის ამაზე ძალიან თავდადებული და ეს არის ჩვენი გვარის ერთმანეთის გამცნობა. ლაშა, რამდენი შვილი ყავს? 3 შვილი მყავს. უფროსი გოგო და მე ვაჟი. აი, მომიყევი ახლა როგორ ცხოვრობ სოფელში, ასაკეთებ ახალგაზრდა კაცი. ძირითადად ცხოვრობ ამით. ასე შრომით, მიწის მუშაობით. ხნავთ, ესავალოთ, ხო? ხნავთ. თესავთ, ეხლაც ყანაში ვარ დასასვლელი. ხარი მყავს დასაჯედი ჯერ. ხარს დავჭედამ, მერე ყანაში წავალ, ცოტა გამოსახნავი დამჩა. რაც ვერ მოვასწარი ქალაქში წასვლამდეს და იმას მოვრჩები. ქალაქში ხშირად მიდიხარ ხოლმე? 2 კვირით მივდივარ, 2 კვირით აქეთკენ ვარ სოფელში. იმ 2 კვირა იქ თონეში მუშაო, პურს ვარცხობ. და ძირითადი შემოსავალი ახლა ქალაქიდან აქვს. ქალაქიდან მაქვს იმ 2 კვირის მუშაობით. ძირითადი რაც გვჭირდება ოჯახში, იმას ყიდულობ იმ შემოსავლით. ძირითადად მაინც ქალაქზე ვარ დამოკიდებული, ასე რომ ვთქვათ. აქეთ რო გავჩერდე და აქეთ ვიყო, იმდენსაც ვერ გავაკეთებ. აქანა არაფერი არ არის იმნაირი ხელმოსაკიდებელი საქმე. რო გააკეთო და ოჯახს შეინახო. ცოლ-შვილი აქეთკენ მყავს. აქ არიან სოფელში. მამი კოსავით აბა პურის ცხობას ისწავლი, აბა სხვას რას ისწავლი ბებო. გადაალაგე მიდი თუ შეგიძლია მაგიდაზე პურები. შეგიძლია? მეცე მიგია. კაცი დაიწყენია. გადაალაგე პურები, გადაალაგე. აბა, მინა. ნახე პატარა პურია მე. დიდი კატუნა პური. ბაბუას ჰქონდა ნესტორ მიქელისე კუჭაშვილს, დიდი საწნახელი, დიდი ვენახი ჰქონდა, დაძველ და თელი საწნახელი იყო. შევცვალეთ ამ ოქროს კაცმა, დიდებულმა კაცმა. ამოიტანა ეს ხე და სათუქრად გაგვითალა. რა ძალა დაადგა? რა პირობებში ამოიტანა? როგორ და თვითონ გიამბობს ეს ბატონი ალექსანდროვიჩი. წინაპრებიდან მქონდა მოსმენილი, რომ საწნახელი გათალა იმან. მეც მაინტერესებდა ამის გულისთვის გავაკეთე ეს საწნახელი უფრო ამით ვიყავი დაინტერესებული. მე კი მაქვს საწნახელი და ამ კაცს უკვე ძველი საწნახელი ქონდა და წაიღე მოუთხარი შენთან მარაინც გაქვს, ჭურის გაქვს და ყველაფერი თქო და როგორც ასეთი ძნელი სამუშაო არის ახლა ხისწლა ნაჯახით და კირკას კირკით უნდა ამოჭრა ეს შიგნი გული და ისე გააკეთო.
ძნელი სამუშაო იყო, მაგრამ არც ისეთი რომ შეუძლებელი ყოფილიყოს და ეგ იყო ძირითადი. ეს არის ორჩიმო, რითაც ქვევრიდან ვიღებთ ღვინოს. ვეძახი მწარე ყვახს. გადმოვხარშავთ. ჭაჭაში სიმწარე რო არ გამოიტანოს. და ხმარობთ ქვევრიდან ღვინის ამოსაღებად. არის 832 ლიტრიანი მაქვს ერთი ცარიელია, რომელშიდაც ვამზადებ. არის მერე 330-იანი, არის 230-იანი, არის 100 ლიტრიანი და არის 96 ლიტრიანი. ამ ყანწით ისმება დოროთი მერმანიშვილის სადღეძელო. იყო მამაჩემის ნათლია. მოუტანა საჩუქრად ნათლი. ნათლიან ნათლულს. დღეს არც მამაჩემია ცოცხალი, არც დოროთია, მაგრამ ჩვენ მაინც მოვიგონებთ მის სადღეძელოს თვალხოლმე ამ ყანწით. სამსახურის გამო მომიხდა მაღალმთიან სოფელში მოხვაში წამოსვლა. ჩემ თვალში დიდი მოწონება და ემსახურა და მოვიყვანე სახლში. ბინისკირა არ დაჭირებია და არაფერი. ანამდე დაქირავები მქონდა. ცხოვრობ დღეს ბედნიერად. ეხლაც ჭირს სოფელში მასწავლებლების ოფნა მუშაობა დამაგრება და იმ დროსაც იგივე მდგომარეობა იყო. ეხლა 8 წლიანი სკოლა გაქვთ თუ რა? 8 წლიანი სკოლა, 9 წლიანი ამჟამად, მაშინ 8 წლიანი იყო. და რამდენი ბავშვი სწავლობს? ბავშვი ბევრი არ სწავლობს. თანდათან მცირდება მოსწავლეთა რაოდენობა. ეხლა ამჟამად 41 მოსწავლე გვყავს. პირველიდან 8 კლასამდე, ხო? დიახ, 9 კლასის ჩათვლით. და აი პირველ კლასში რამდენი მოსწავლე გყავთ? 4 მოსწავლე მყავს პირველ კლასში ამჟამად. და აი რომ მობრძანდით, მაშინ რამდენი მოწაფე იყო? თუ გახსოვთ? სტატ ვერ გეტყვით, მაგრამ ამაზე მეტი ყოველთვის იყო ხოლმე. საფხულობით როცა თავს მოიყრიან და არ დადეგებზე ჩამოვლიან, სოფელი გამოცოცხლდება ჟღიამული ისმის ყველგან და ვფიქრობ ხოლმე ეს მოსწავლეები ხო ჩემი მოსწავლეები უნდა იყონ. დღეს რომ სოფელში ცხოვრობდნენ თქო. ალბათონო, გამარჯობა. გამარჯობა. ამდენი ფეხსაცმელები გამოგიტანია, დიდი ოჯახი გაქვთ ეთყობა. დიახ. რამდენი ხართ ოჯახში? 3 შვილი ყავს და მეუღლე. როგორ გამოიზამთრეთ? როგორ ახართ ეხლა გასაკეთე? ზამთარი ძალიან ცუდი იყო, ძალიან დიდი თოვლი იყო და რა ვიცი. როგორც იყო გამოვიზამთრეთ, ჩვენ როგორ ცხოვრობთ ალბათონო? ჩვენ რა ვიცი, ეხლა ჩვენ ცხოვრობთ ქალაქში, დაჩაზე ვართ ჩამოსული. როგორ დაჩაზე კი არა, უბრალოდ ადგილები გვაქვს დასამუშავებელი და უნდა ვამუშაოთ. ადგილი და რაღაცა მოვიყვანთ. თბილისში ვცხოვრობ ნახალოვკაში. ჯავის ქუჩაზე, კი. და რა, ხშირად ჩამოდიხართ ხოლმე? კი, მე თვითონ აქედანა ვარ, ამ რაიონიდან, სოფლიდანა ვარ და ადგილები მაქვს სამუშაო, ყანა, ვენახი, რაღაცა და ვთოხი, ვამუშავებ და მე შემოდგომაზე მიმაქვს მოსავალი. სოფელში რომ მოდიხართ, აი ერთი ამოსვლა დაახლოებით რა გიძლება სოფელში ამოსვლა? ეხლა მაგალითად 6-700 ლარი დაგვიჯდა მაინც ეხლა. შვილებით და შვილებითა ვარ ჩამოსული. ესე იგი საკვებით წამოიღეთ აქ საერთო. დიახ. აქ არაფერი არ არის. არა, აქ მქონდა კი. და მანქანა თქვენი ყავსი ვიქირავეთ? არა. თბილისიდან მარშრუტი და მე საჩხერიდან დაქირავებული. მანქანა. 700 ლარის პროდუქტი ქალაქში რო გეყიდათ, თქვა რომ ფერი ზამთარი გეყოფოდა. არა, გვეყოფოდა, მაგრამ მამაპაპისეული მაინც კარგია. კაცები სად არიან? კაცები დასულები არიან, ბიჭები თბილისში არიან. მეუღლე კიდე სახლში არ არის, მაშინ მუშაობს. და სოფლის მეტისწულე თქვენა, რა? როცა დამჭირდება მე, როცა არა და მეუღლე, როცა სახლშია. ეხლა გამოიტანეთ სიმინი, გამოგელიათ, ხო? კი, და
გაუქვა ეხლას სახლში ხავს გოჩი, ხარები, როხა ადი უნდა ჩავაჯინოთ, მიყვარს ძალიან ჩემი სოფელი, აი ბუნება არის, ვიცვადის ყველა ძალიან გოწონს, ფისკალთებს შეფენებული არის სოფელი მოყვა, ისეთი ყველას რომ მოწონს, ვისაც წილად და მოსლა, სოფელი რაიონი და ცოტა შორს არის ბანდილი, მაგრამ რომ მოხვალ შეხედავ, მოგეწონებათ ადგილი. მოხვის სოფელი კარგია, სტუმრად მოდიან აქაო. მართო ჩვენ შეგვაძლებინე რომ პატივი ვცეთ მათო თვეთოს მიყვება წელიწელს მიიპარება ნელ-ნელა ვერც კი ვგებულობ ციცოცხლეს ჩუმად ვბერდებით ჩვენ ყველა სხიტლაძე სყავს ყავილაშვილის ზაიგული მეუღლე იური სხიტლაძე მერე ვინ მოდის მერე ზურა კუჭაშვილი და მაყვალა ყავილაშვილი ძალი აქაური კი ძალი აქაური საიდან გამოთხოვდით ყავილაშვილის კალიბარ ზედუბნიდან გათხოვილი ვარ გაბრიჭიძეი ვანიდან წამოვედი კუჭაშვილსთან ვარ რამე სხვა არ გიშავებენ არა ხანდი ხომ ჩხუბობდით ხოლმე მაგრამ ახლა აღარ მეჩხუბობაცები ვიცით აღარ ჩხუბობ მე მშვიდობა ვიცით აღარ ჩხუბობ არა ცოცხალი რამდენი ხანი არის დაგემშვიდობათ 10 წელი გოუხდა ცუცქირიძე ჭიათურის რაიონის სოფელი სვერი გამოყვა კუჭაშვილს გამოყვა კუჭაშვილს თემურის აი შემდეგ ვინ მოდის აბა ბუიშვილი და თუი შენ სოფელი აღარ ბუიშვილი ვარ გამოვყევი კუჭაშვილს ამ დროს რო დავждებოდით მინდორზე და მე ვიყრიდით ბრიგადაი თავსა და დასწევდნენ სიმღერას ზოგი თამაშობდა ზოგი მღეროდა ზოგი ლექს ყვებოდა ახლა სად არის იმის ნაგართობა ტელევიზორმა სულ გამოაშტერა ხალხი აღარ საინტერესებს ბოუშებს და უღიათ პირდა მიჩერებიან ამ ტელევიზორს მაშინ სხვა გართობა იყო უფრო ჩვენ დროს ახლა ხალისი უფრო იყო სიცილკისკის იყო ხოლმე სული აქანა თემობა რო იყო არ გახსოვს კაცო სულ არ მომწონს ეხლა დელი გოგუები თმები შეჭრილი ბიჭებს მოზრდილი თმები ქალივით გოგუებს შარვლები და ვერ იცნო გოგუა თუ ბიჭია შარვლები ახალია კავაი ძველ დროს იყო სირცხვილი ნამუსი პატიოსნობა მორიდება იყო ადამიანისი ხათრი იყო და ახლა აღარაფერი აღარ არის მაგ ყოველთვის არის ხონება არავის არ გვინდა არავინ არა ვართ მაგის მოხარული ოღონ ჯანმრთელობა იყოს და სინდის ნამუსი იყოს რა ვარც ადრე ვიყავით შვიდობა გქონეს შვიდობა ასეთია სოფელი, ასე ვწვალობთ, ასე ვშრომობთ, რა ვხნათ. ისი არაფერი არ გამოდის. შრომით თუ გამოდის? შრომით ახლა ცოტა, ბევრი არაფერი მაინდა. ბევრი მაინც რა გინდათ რომ გამოგიდეს? ბევრი ახლა არაფერი არ გინდათ შენ. სოფლის საქმეს ვაკეთებ. რაც სოფელში შეიძლება, იმას ვაკეთებ. აი, უკვე ერთად გიღებთ ახლა ორივეს. რამდენი წლის ცოლქმარი ბრძანდებით? 39 წელი გაგვიხდა 6 იანვარს. აღნიშნეთ რამე? არა გვიღნიშნია. რატომ ერე კაც? ეხლა არა გაქვს სურვილი სადმე იმოგზაუროთ, წახვიდეთ, დაისვენოთ. აი თუ დაგისვენიათ სადმე ზაფხულში. შევხვდირდა ახლა ბიჭი, ახლა შევხვდირდა ბიჭი. მაგრამ თუ ზღვაზე წაგვიყვანთო. მეუღლესთან არა, მაგრამ დამყავს სოჩაში და იქ ვარ დამყოფი. რას ლაპარაკობ? აქაური ხალი სოჩაში ცხოვრობს? კი. როგორ მოხდა იქ? ქართველს ყავს მამი და ყავდა მეზობლად და გეიცნეს ერთმანეთი და რამდენი წელი არ გინახავთ? დიდი ხანი. ნუ მაინც რამდენი? იცი, ბევრი 20 წელი მეტია ალბათ. რას ლაპარაკობ? მე როგორ მოგითვინათ გულმა ან იმას ან თქვენ? უქნება, ვეღარ მივდივართ, ვეღარ მოვდიან. ისე იცით მიმოწერა ან რაღაც კავშირი გააქვთ, ტელეფონით მაინც არ ელაპარაკებით? კი, შვილები ელაპარაკებიან ხანდახან. აი ახლა მაგალითად რომ მოგინათ თბილისში წამოს, აი დამტოვებელი ყავთ ვინმე დაუტოვოთ საქმეები დროებით, კი? მეზობელით. მეზობელს დაუტოვოთ. წამოდით ერთხელ
რაღაცა თეატრში აიღეთ ბილეთი, ნახეთ რომელიმე სპექტაკლი, გაიხალისეთ ცხოვრება, არ გაინტერესებს? როგორ არ გაინტერესებს? რა უნდა მე მაგას შულთან ჩამოდის უბრალოდ მეზობელს დაუტოვოთ ძროხა და ვაწველია და მე თეატრში წევიდო არ დაიტოვეს მაგ შესაგულავად სახო და მე ძროხა გიწველა არ მეტყვი. არა, არ უთხრათ კაცო. არ დაიტოვეს. რა დაიტოვეს? ეს სახლი არის ჩემი შვილის, უმცროსი ჩემი შვილის სახლია. ის სახლი მეორე ბიჭმა ააშენა. აი ეს სახლი ხო ორსართულიანი. უფროსი ბიჭია ის. სტუმრის პატივისცემა ვიცით და ეს არის ჩვენი სახლი. ეხლა მე მოვიტანეთ ჩვენი გვარის გენეალოგია, რომლის შედგენაშიც მომეხმარენ ჩემი თანასოფლელები. აქ არის ასახული ყველა ის კუჭაშვილი, რომელიც მომრავლდა ორ ძმაზე. აქედან არის განშტოება წასული ზოგი კახეთში, ზოგი ნატანებში გურიის სოფელია, ესეთი აფხაზეთში. უწმინდესმა, როდესაც ჩვენი გვარი დალოცა, ეს მოხდა 8 იანვარს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა ჟავალეტარესმა ილიამ მეორემ თალოცამ შემდეგი გვარები: დივნიშვილები, მიქაიები, კუჭაშვილები, ესიტაშვილები, ყურუები და თორდინავები. გილოცავთ ამ დღეს, ამ საშვილიშვილო დღეს, ეს დარჩება თქვენი გვარების ისტორიაში. ის მერე გვარმა გადაწყვიტა თავისი გვარის დღესასწაული დაეწესებია და გადავწყვიტეთ 6 მაისი გიორგობა დაგვეწესებია გვარის დღესასწაულად, რადგან წმინდა გიორგის ხატი გვაქვს დაწერილი და უწმინდესის კურთხევით ხატი დაბრძანდება ოჯახიდან ოჯახში და გიორგობას მოვაბრძანებთ სოფელში. მოვიწვევთ ყველა ამ კუჭაშვილს, ვინც ამ გენეალოგიურ ხეზია ასახული. მოვიწვევთ და ერთი წინვალე დღე გვინდა ვაჩუქოთ ერთმანეთს. ეს დღე არის ისტორიული დღე მოხვისთვის. პირადად კუჭაშვილებისთვის და დღეს კუჭაშვილები ზეიმობს. იმიტომ რომ ჩვენი გვარი ვაკურთხეთ. ჩვენი გვარი დიდი ხანია ამ სოფელში, ასე ძირძველი გვარი არის. და ყველაზე მეტი მოსახლეობა არის კუჭაშვილი ამ სოფელში. ეს კაცი არის კუკური კუჭაშვილი. ნატანებიდან მობრძანდა. ამისი დიდი ბაბუა გადასახლდა მოხვიდან და ცხოვრობენ ნატანებში და დღეს
დაგვაფა სამგაცმა და მოვიდა ჩვენთან სტუმრად. ეს კაცი არის გიორგი კუჭაშვილი. აფხაზეთიდან, სოხუმიდან, სოფელი აზანთა. ესეც გადასახლებულია ჩვენი სოფლიდან ამისი ბაბუა და 59-ში როცა გადაასახლეს აი აფხაზეთში როცა ჩაასახლეს აქედან იმერეთიდან და ავსებდნენ იქ აფხაზეთს, მაშინა გადასახლებული ბაბუა ჩემი და მე იქ ვარ დაბადებული და გაზრდილი და ეხლა იქიდან დროებით თბილისში ვარ. ეხლა სოფელში პირველად ვარ და ეხლა ძალიან გახრებული ვარ და მადლობა ყველას, ვინც ეს დიდებული საქმე გააკეთა და ყველას ულოცავ გიორგობას და მთელ საქართველოს ულოცავ გიორგობას და გიორგის წმინდა მადლი და წყალობა არ მოწმობდეს და შეეწიოს და გამთლიანება და გაგწყინებას უსურვებ. ეს მეზობელი სოფლიდან არის ეს კაცი. უზუნთა სოფელი აქედან გადასახლებულია ამისი წინაპარიც და იქ ცხოვრობენ ახლა. ერევისიდან მოვიდა ეს კაცი ჭიათურის რაიონის სოფელია. მონაწილეობა რომ მიიღოს ჩვენ გვართან ურთიერთობაში და აიცანეთ. აგერ ნავარძეთელები გვაქვს. ნავარძეთელი გონია. ნავარძეთელი კუჭაშვილები. საქართველოს მასშტაბით სადაც მოვიძიეთ კუჭაშვილები ყველა მოვიძიეთ. არ მახსენდება მაგის საკითხი. 39 წელს წავიდა მამაჩემი და ბიძაჩემი გურიაში. გურიდანვე ბათუმში წავედი, ვისწავლე და იქ გავთხოვდი და ოჯახდი და იქ ვარ ახლა. ჩამოვედით ლაგოდეხის რაიონის სოფელი ლელიანი. კაცო, იქაც ცხოვრობთ? კი. სამი ოჯახია თვითონ ლელიანში, სამი ოჯახია, მაგრამ ამჟამად მე მომიწია ჩამოსვლა, მარტო პირველად ვარ, დიდი შტაბ-ეწლების ქვეშ ვარ და მამამ პაპეულზე ესე ვთქვათ, ფუძე თავის მოითხოვა და დაბრუნდებიან ბუდეს მერცხლებია და ესე მომიწია დღეს სწორედ და ძალიან გახარებული ვარ. აქამდე ესე იგი თქვენი გვარი ესე ერთად შეკრებული არ გინახავს? არ მინახავს, არასდროს პირველად ვარ დღეს, არც ამ სოფელში არ ყოფილი ვარ, არასოდეს პირველად დღეს ვნახე და ძალიან მომწონს, სამიზელება დიდია. გავიცანი ბევრი ახლობელი, ბევრი ნათესავი. ძალიან ასწავლები ვარ დღევანდელი დღით. იმერულის უფრა ცნობილია და აი თქვენ როგორი დიასახლისები ბრძანდებით, აი როგორ უფრას აწყობთ, როგორ აკეთებთ ყველაფერს? განსაკუთრებით წიწილა. კარგი ყვითელი წიწილას დავკლავთ, შევრაწავთ კეცში, დავჭრით, გინდ ნიორ წყალში ჩავაწყობთ, გინდ ნიგოში და ნიორში. არის საუკეთესო. რა გინდა რო არ ნახოთ ჩვენ სუფრაზე? ადგილობრივი კალმახი, ადგილობრივი პირუტყვისგან დამზადებული ნაირ-ნაირი კერძები, თორნის პური. ეკალას დავჭრით. მოუხარშავთ, დავჭრით. ნიგოზი, ნიორი, ქინძი, ბომბალა უხდება ძალიან. იმერულის სუფრა გვაქვს ძალიან გემრიელი, შოთის პურები, ხველი, კიტრი, პამიდორი, ჭადი, გემრიელი სოკო, კარგი ღვინო და კარგი ხალხი კეიფობთ. რა თონეში გამომწვარი ალბათ. Oh